ხელისუფლება აპირებს, რომ BBC-ს საქმეზე ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიასაც მიმართოს და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი დავა დაიწყოს საერთაშორისო სასამართლოებში. ეს ირაკლი კობახიძის სიტყვებია. პრემიერ-მინისტრმა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა BBC-ს მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც 1 დეკემბერს გამოქვეყნდა, არის ხელმისაწვდომი და ფართო განხილვის საგნად იქცა ბოლო 3 დღის განმავლობაში, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში. ირაკლი კობახიძის სიტყვებით, BBC-ს სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწარი დაგეგმილი იაფასიანი პროვოკაცია, რომელიც მისივე სიტყვებით ორ მიზანს ემსახურება. პირველი ეს არის ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების სურთ შექმნას საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მოხდის ხელოვნურად გასაღუებლად და ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებად. ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება. ასეთი ირაკლი კობახიძის შეფასება, რომელმაც პროტესტს ჩამქრალი უწოდა, იმის მიუხედავად, რომ მსგავსი განცხადებები პრემიერ-მინისტრს ამ ბოლო წლის განმავლობაში არაერთხელ გაუკეთებია. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, კვლავ მოითხოვენ, რომ ხარისხიანი და საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს, რომელიც იქნება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, ფაქტებზე დაფუძნებული და მიიჩნევენ, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ვიდრე ქართული ოცნება არის მმართველი პარტია, ეს იქნება შეუძლებელი. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ უმძიმესი ბრალდების მიუკერძოებელი სამართლებრივი გამოძიება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თუ დადასტურდა სამართალი ახსოვდეს და დამნაშავე დაისაჯოს, არამედ იმისთვისაც, რომ ქიმიური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკები განსაზღვროთ და შეომციროთ. საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების უმძიმესი ბრალდების სრულყოფილი გამოძიება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მასში, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება დემოკრატიული ხელისუფლებით ჩაანაცვლდება, ასეთია ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება და შეფასება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ ასევე არ შეერათ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ჩატარდება, რადგან როგორც ცნობილია მაყურებლისთვისაც, მათ არ აქვთ ქართული მართლმსაჯულების სისტემის ნდობა. ასევე საერთაშორისო გამოხმაურებაც მოხდა საქართველოში განვითარებულ პროცესებს და მაგალითად ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ევროსკოპთან ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ მართალია, რომ სპეცრაზმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური აგენტი გამოიყენა, ამ შემთხვევაში კამიტეზე არის საუბარი BBC-ს მასალების მიხედვით, შეუძლებელია ვერ დავიჯერე, ესეთი არის ევროპარლამენტის შეფასება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მართლაც გამოიყენა, როგორც ის ამბობს, ეს ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ეს სულად უნდა იქნას გამოძიებული და ვფიქრობ, ახლა მთავრობის ამოცანა უნდა იყოს დაამტკიცოს, თუ შეუძლია, რომ ეს არაა სიმართლე. ევროპარლამენტარი ასევე ამბობს, რომ თუ ასე არ მოხდება, მაშინ მათ ეკნებათ ეჭვები ევროკავშირში, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სიცოცხლისთვის საშიში აგენტები გამოიყენება, რაც სრულად მიუღებელია და მათ შორის ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციასაც და რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასაც. რაც შეეხება დაბარებებს, დღის განმავლობაში იყო განხილვის საგანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიება გუშინ წინ 1 დეკემბერს დაიწყო ეს გამოძიება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებიც დაიბარეს ამ გამოძიების ფარგლებში, უწყებაში, თუმცა მათ უარი განაცხადეს სხვების მსგავსად, მისულიყვნენ სუსში და მოსამართლის წინაშე დაიკითხნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მათ შორის არის თამარონიანი, რომელიც ფიგურირებს BBC-ს მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალაში და ის არის ერთ-ერთი ის პიროვნება, რომელიც საუბრობს იმ დარღვევებზე, რაც მისი შეფასებით არსებობდა 2024 წლის პროევროპული დემონსტრაციების დაშლისას. საია წერს, რომ სუსის მიერ ამ საქმის ფარგლებში გამოყენებული ფორმულირება სახელმწიფო ინტერესების დაზიანება კვალიფიკაციის შესახებ განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ატარებს ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ძალოვანი უწყებების მხრიდან შესაძლო ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ გასცეს მკაფიო და დამაკმაყოფილებელი პასუხი კითხვაზე, რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით მოხდა აქციების დარბევა, სახელმწიფო ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ. გამოძიება ასევე დაინტერესდა იმ პირთა ჩვენებებით, რომლებიც ასევე იყვნენ BBC-ს ფილმში ინტერვიუერებად წარმოდგენილები, რესპონდენტებად უბრალოდ წარმოდგენილები, ესენი არიან მაგალითად ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და ასევე კონსტანტინე ჩახუნაშვილი, ექიმი, მასთან ერთად გამოიკითხნენ მამამისი გოგი ჩახუნაშვილი პედიატრი და მისი ძმა დათო ჩახუნაშვილი. ისინი საუბრობენ, რომ მაგალითად ეკა გიგაური ამბობს, რომ გამოკითხვის დროს საუბარი იყო აიღო თუ არა მან BBC-სგან ინტერვიუსთვის ფულადი თანხა კომენტარის გამიცემაში, რაც მისთვის როგორც ამბობს გაუგებარი კითხვა იყო. ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებენ, რომ გადაფარონ სავარაუდო დანაშაული და სავარაუდო დანაშაული არის ის, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული იყო გარკვეული ქიმიური საშუალება, რომელზეც თვითონ არ საუბრობენ. ექიმი გოგი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ წარმოდგენილი
კვლევა, რომელიც BBC-მ გამოიყენა, ეს იყო კლინიკური შრომა, არავითარ სხვა რამეზე არ იყო საუბარი, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ კეთილინება ჩვენი მედიკოსების, რომ თუ რამე იქნებოდა აღმოჩენილი, საზოგადოებას გაეგო და გატარებულიყო პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ადამიანებისთვის იქნებოდა საჭირო. ასეთივე პოზიცია აქვს მის ორივე შვილს, კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილებსაც. რაც შეეხება ასევე კიდევ ერთ გამოხმაურებას, ამ შემთხვევაში აქ საუბრობს, ამის შესახებ საუბრობს პროფესორი ზურაბ გურული, რომელიც ვრცელ პოსტს აქვეყნებს Facebook-ზე და მთავრობას მიმართავს, პატივცემულო მთავრობამ და რამდენიმე პუნქტი არის ჩამოთვლილი, 8 პუნქტი არის ჩამოთვლილი, თუმცა მთავარ პუნქტებს წაგიკითხავთ, მათ შორის პირველი არის თუ BBC-სთან სამართლებრივ დავას გადაწყვეტთ, მაშინ მოგიწევთ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტებისგან შექმნილი კომისიის მოწვევა, რადგან თქვენ მიერ ჩატარებულ გამოძიებას საერთაშორისო სასამართლო არ მიიღებს როგორც მტკიცებულებას. ის ასევე ამბობს, რომ ყოფილი შინაგანსაკუთრებთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის 1 დეკემბრის განცხადება უკვე არის შესაბამისი მტკიცებულება და საკმარისი მტკიცებულება და მის უარყოფას ამიერიდან უკვე აზრი აღარ აქვს. კიდევ ერთი მიმართვას წერს ზურაბ გურული და აცხადებს, რომ უდანაშაულო ადამიანთა სამართლებრივი დევნის დაწყება იმ მოტივით, რომ მათ BBC-ს გადასცეს თავიანთი ჯანმრთელობის დაზიანების გამოსაძიებელი კვლევის შედეგები, კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ რეალობას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამხელი გახდება საერთაშორისო სასამართლოსათვის. რაც შეეხება ასევე იმ პირებს, რომლებსაც აღჟერათ, რომ BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საუბარი იყო ქიმიური საშუალებების შესახებ და მით უმეტეს, რომ ქართულმა ოცნებამ, მართლმა პარტიამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა რაიმე ტიპის ქიმიური საშუალება. ეკა ქურდაძე, ტოქსიკოლოგი, აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, ზოგადად რა ნივთიერებას რა შეუძლია რისი გამოწვევა შეიძლება ბევრ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ კონკრეტულად რა ნივთიერებასთან მქონდა საქმე, ასევე მარტივი სადიაგნოსტიკო ნამდვილად არ არის შესაბამისად, მას არ აქვს არანაირი ინფორმაცია, რადგან როგორც ამბობს, შესაბამის სტრუქტურებში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში ამ ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა მიმართვები. რაც შეეხება საპირისპირო პოზიციას, თორნიკე როინიშვილი, რომელიც არის პროტესტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, სოციალურ პლატფორმა Facebook-ზე წერს, რომ გამოულინდა ის სიმპტომები, აირწინაღიც არაერთხელ გაუწყდა, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი შეტევისას ჭიჭინაძეზე კი სპეცრაზმებმა მთელი ბალონის სპრეი პირდაპირ სახეზე და ცხეულზე დაგვაცარა, მე და იქ მდგომ ერთ ბიჭს, რომელსაც სამწუხაროდ არ ვიცნობ. ეს არ იყო უბრალოდ სუნთქვის გაძნელება, ეს იყო შეგრძნება, რომ ფილტვები შიგნიდან იშანთებოდნენ, შემდგომში ეს შეგრძნება იცვლებოდა და იწყებოდა ჩასუნთქვის პრობლემები, თითქოს ფილტვებზე რკინის თითებით მიჭერდნენ. მას სხვა სიმპტომებიც აქვს შემოთვლილი, მათ შორის ის, რომ სინათლეზე აქვს განსაკუთრებული რეაგირება, ძალიან აწუხებს, ხშირად აქვს მომენტები, როდესაც ფოკუსის გასწორებასაც ვერ ახერხებს და უწევს თვალების რამდენიმე წამით დახუჭვა. საუბრობს, რომ მხედველობაც დაუქვეითდა და არაერთ სიმპტომებზე მიუთითებს, რაც განუვითარდა, როგორც ამბობს და როგორც ამტკიცებს, სწორედ მას შემდეგ, რაც პროევროპული დემონსტრაციების დაშლა დაიწყეს საპოლიციო უწყებებმა, საპოლიციო ძალებმა. მმართველი პარტიის ლიდერები კი კვლავ მიუთითებენ, რომ ეს არის ჰიბრიდული ომის სტრატეგია და BBC-ს მიერ წარმოებული და მომზადებული სიუჟეტი არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდისტული მექანიზმების გამოყენება. ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. რაც შეეხება კონკრეტულად ინფორმაციას კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამაზე პრაქტიკულად მტკიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებშიც. ეს არის ის, რაც უკვე შეიძლება ითქვას. დანარჩენი მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ კოდის ქვეშ ერთ-ერთი ნივთიერება არის კამიტი, რომელიც არის აკრძალული და იქ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული. ანუ სხვა ნივთიერებები შეიძლება იყოს გამოყენებული? რა თქმა უნდა, არ აკრძალული ნივთიერებები, რა თქმა უნდა. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც ბატონმა გეგა გელაძემ გაავრცელა, ის ეფუძნება კონკრეტულ მასალას, ხო? ადვილია უფრო მეტად რომ გამორიცხო ერთი ნივთიერების არსებობა არ არსებობა ფქონოში, ვიდრე შეისწავლოს სრული სპექტრი. უკვე დადგენილია შესაბამისი პროცედურებით, რომ ნივთიერება კამიც ეს ფქონელი არ შეიცავდა. დანარჩენ სრულ სპექტრთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოძიება გაუზიარებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის მედია საშუალებებს. სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფქონელი შეიძინა თავის დროზე ანუ მერაბიშვილმა, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, ჯობია დაველოდოთ რა თქმა უნდა, ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ხო არ იქნება სერიოზული, მე
გაუსრო წინ გამოძიებასთან გითხრათ ის თუ რამდენად აკრძალული ან არ აკრძალული ინფორმაციები ნივთიერებები იყო გამოყენებული უფრო სერიოზული იქნება თუ მოგიწოდებთ რომ დავალოდოთ გამოძიებას და გამოძიებისგან მივიღოთ დეტალური ინფორმაცია. ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ რომ ეს არის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებენ ის მოლაპარაკე თავები, რომელიც გამოაჩინეს კიდევ ერთხელ ნაფტალინიდან ამოიღეს და სალაპარაკოდ, მათ შორის ბროუდერია გვარა თუ არ ვცდები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე საუბრობდა, გახსოვთ ხომ? რომელსაც იმის შემდეგ ხმა არ მოუღია საქართველოსთან დაკავშირებით და უცებ გამოცოცხლდა რატომღაც ამ თემით დაინტერესდა სხვაზე რომ ხმა არ მოუღია. ეს ხო აჩვენებს, რომ ჩვეულებრივად პროპაგანდისტები გამოიყვანეს იმისთვის, რომ ეს თემა რაიმენაირად შეეფუთათ. პირველი დასკვნა, ამიტომ ეს არის აბსოლუტურად აშკარად არის როგორც პროპაგანდისტული სრულნაწილის გაგრძელება, რაც არის თავის მხრივ ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ეს იყო მცდელობა, რომ ახალი ტალღა აეგორებინათ ლეგიტიმური ხელისუფლების ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, მორიგ ჯერზე ახალგაზრდები და ძველგაზრდები შეეყვანათ შეცდომაში, რომ თითქოს აი დაშლის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენა. ნაცებში ავერიეთ ეთყობა და ეხლა მცდელობა აქვს, რომ აი ეს თემა ააგორონ თავიდან ბოლომდე ადგილობრივი აგენტურის დახმარებით. კიდევ ერთხელ ვამბობთ. ეხლა როგორც უკან იხევენ აი ეს სრულ მოწმეები და ამბობენ რომ ჩვენ ასეთი რამ არ გვითხოვს და არ დაგვიწერია, ხო? გამოძიება იცით თქვენ აღსრულია, არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის გაშავება. უწყებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ასევე დაიბარეს ზვიად მაისაშვილი, პროევროპული პროტესტის მომანწილე, რომელიც შარშან საპროტესტო აქციების დაშლისას სპეცდანიშნულების რაზმი ფიზიკურად გაუსწორდა, საკმაოდ მძიმე კადრები გავრცელდა მაშინ და როგორც მან BBC-ს ფილმშიც და მასალაშიც ისაუბრა, საგამოძიებო მასალაში ისაუბრა, მაშინ და დღემდე არავინ არ დაინტერესებულა არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და არც დაწყებულა შესაბამისი გამოძიება, არც ის პირები დასჯიან, ვინც მასზე ძალადობდნენ, არც გამოვლენიდან და ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორც ის ამბობს, საქმიანობას საპოლიციო უწყებებში და ამას ეხმიანებიან მათ შორის მოქალაქეები, რომლებიც წერენ, რომ იმ პირობებში, როდესაც მიმდინარეობს უფლებადამცველების დაბარება გამოძიების ფარგლებში, ასევე იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო აქტივისტებს BBC-ს მიერ მომზადებულ მასალაში გამოკითხულ პირებს იბარებენ საგამოძიებო უწყებაში, საინტერესოა, რატომ არ არიან დაბარებულები, მაგალითად, მაღალჩინოსნები, მათ შორის ისინი მიუთითებენ შინაგანსაქმეთა სამინისტროს იმდროინდელ მინისტრზე, იმდროინდელ ხელმძღვანელზე, უკაცრავად ვახტანგ გომელაუზე. UN 34-39 ამ კოდის ქვეშ სხვადასხვა ტოქსიკური აგენტებია გაერთიანებული და ამ შემთხვევაში BBC მიუთითებდა ერთ-ერთ ქიმიკატზე, ბრომობენზილ ციანიდზე, რომელიც კამიტეს სახელწოდებით არის ასევე ცნობილი, თუმცა როგორც მაყურებელმაც მოისმინა, ქართული ოცნების ლიდერებიც, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც მიუთითებს, რომ ამ კოდის ქვეშ არის გაერთიანებული სხვადასხვა ქიმიური ნაერთი, რომელიც შესაძლოა იყოს ჯანმრთელობისთვის სახიფათო, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ტიპის ქიმიური საშუალება გამოიყენა შინაგანსაქმეთა სამინისტრომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დაშლისას და როგორც კობახიძე ამბობს, საჭირო ამისთვის ექსპერტიზაც და შესაბამისი გამოძიებაც ჩატარდეს, თუმცა აქვე საგულისხმოა ნებისმიერი ქიმიკატის გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ ისეთი ეფექტით, რომელიც ცდება დროებით გაღიზიანებას, კლასიფიცირდება როგორც ქიმიური იარაღის გამოყენება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ქიმიკატი კონვენციის სიაში, ასეთი არის იმ კონვენციის შესაბამისი მუხლების შინაარსი, რაც გაერომ მიიღო და რომლის ხელმომწერი საქართველოს 1993 წლიდან და ეს კონვენცია საქართველოსთვის ძალაში შევიდა 1997 წლის 29 აპრილიდან.